მოგესალმებით მეგობრებო, ისევ მაღაზია ამაზონში ვართ, ისევ და ისევ ბაჩოსთან. გამარჯობა, მოგესალმებით. ბაჩოს სიახლეა მაღაზიაში და მაგიტო ვიღებ ხა ამ ვიდეოს და რა თქმა უნდა ვიდეოს პროცესში მოგახსენებს ბაჩო რა სიახლეები აქვს მაღაზიაში. ეხლა გავიხილოთ ჩვენ, აი ჯოხები დაამატა, სათეოსო ჯოხები, ტივტივი ჯოხები, სპრინინგი ჯოხები მეგობრებო და რა ერთი სიტყვით გვეტყვის ბაჩო. აი აქ სივეი და სპრინინგი ჯოხებსაც ხედავ. ყველაზე მაგარითაც არის სივეი და სპინინგი ჯოხები არის ამაზონის მოდელის. ჩემი მაღაზიის დასახელების მოდელი არის სამი ტესტი, სამი სივეი არის და სივეი და მოდელს ქვია ამაზონი. ძალიან მაგარი, არის კარგი დამთხოვარი. მაგარი. მაგასთან კიდევ არის ტივტივი ჯოხები, რომელიც არის გავრცელებული და ყველაზე მეტად აქტუალური მონარქი და მისტრალი. 5 მეტრიანი და 4 მეტრიანი ჯოხები, რომელიც გამოიყენება მწვანეზე, ხავსზე და მეგობრებო, ხარ, ვისაც ჩემი გჯერა და ვიყურებთ, ყველაზე კაი ვარიანტები მონარქი და მისტრალი და კიდევ ძალიან ბევრი ჯოხებია ხარ, რაც გამომიყენებია, მაგრამ ამ ეტაპზე, აი ჩვენ დროში, ყველაზე რაც საქართველოში იყიდება, ყველაზე კაი ჯოხები ხარ მისტრალი და მონარქია რა. სიგძეს ეგ თვითონ მეთევზეზია დამოკიდებული რა სიგძის ჯოხი მოერგება ხედში რა. ეხლა დოგმა არ არის რომ მოდი 7 მეტრიანი წადი მდინარეს. არ არის დოგმა რა. 5-იანები ხო? 5-იანი და 4-იანი. ძალიან კაი ფასია თან. რავი. მაგარ ფასში მონარქებიც ძალიან მაგარ ფასია, სივეიდები ძალიან მაგარ ფასია და ესეც მეგონი რებია ფლაგმანია. ეს არა ეს კაიდა. კაიდა და ფლაგონი. კიდე რა კაია იცი მეგობრებო, ტესტების მიხედვით აქვს კიდე მარაგში რა. სიახლეა ბაჩოს, აი ამ ჯოხზე. მოკლედ ყოველთვის არის მოხმარებელი, რომელსაც უნდა აწყობილი ჯოხი და უნდა ამაში დროის დაკარგვა, ან ურჩევნია, ან ახალბედა დაურჩენეს სწორად იყოს აწყობილი ჯოხი. ამ შემთხვევაში საცდელ ვარიანტად მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც, რომ აწყობილი მაქვს 6 მეტრიანი სატივტივე ჯოხი, თავისი კოჭით, 3D ძუით, ტივტივით, გამზადებული არის უკვე სათევზაოდ. ამის ღირებულება იქნება 150 ლარი და ასევე არის იგივე ვარიანტი, გამზადებული 3 მეტრანახევრიანი ფსკერული თევზაობისთვის ჯოხი, აწყობილი ფსკერული მონტაჟით. იგივე 3D ძუით, კოჭით და ყველაფრით აბსოლუტურად გამზადებული. იგივე იქნება ამისი ფასიც. მოდი ფასებზე ჩამოვარდა საუბარი და მოდი ბარემ გეტყვი ვიცოდა ვიცით რა. მოკლედ სივეი და ფასები 80 ლარი ვიღებს, მონარქი და მონარქი 99 და მისტრალი 72 ლარი მეგობრებო. ეხლა ჩვენ გადავიდეთ უკვე სატყუარებზე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა კუთხე გააკეთა. აქ სპეციალურად გააკეთა სპინინგის სატყუარების ბაჩომ. რავი, ყანყალები, ტრიალები, აი ვობლერებიც არის ქვემოთ. სილიკონები აქაც გვაქვს და აქაც აქვს სილიკონები და ასე შემდეგ. აი აქაც ბევრი სილიკონია და რავი, ქარილაპიაზე, ხორჭილაზე ძალიან კარგად მუშაობს. გამოსტილია, კაი ფირმაა. და რავი, ფასიც მისაღებია. გადავიდეთ უკვე და იარაღები ვნახოთ. ეხლა იარაღები შემოიტანეს ახალი მაღაზიაში და ისიც დავათვალიეროთ. როგორც მოგახსენეთ, სიახლეა ბაჩოს იარაღების კუთხეშიც და ეხლა ბაჩო გვეტყვის ერთი-ორი სიტყვით რა სიახლეა და რა იარაღი შემოიტანა. მოკლედ შემოგვივიდა ახალი ფირმა, როგორც უკვე იცით, წლებია ჩვენ მუშაობთ ალფა-რამსის ფირმაზე, ექსკლუზივი გვაქვს და შემოგვივიდა ახალი ფირმის იარაღები, ახალი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილია მაგარი სხვადასხვა სიგრძის ლულით, სხვადასხვა სისტემა და მოკლე დროში პატარა მიმოხილვას გავაკეთებთ ამ იარაღებთან დაკავშირებით. ეხლა გავიხილოთ კონკრეტული მოცემული იარაღები, მეგობრებო, აი დავიხმაროთ ბაჩო ამაში. პირველ რიგში მინდა დავიწყო აი ჰორიზონტალით, რომელიც არის კლასიკური ვარიანტი და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო მსგავსი ტიპის იარაღზე. ხედავთ თქვენს არის კლასიკურ სტილში 12 კალიბრი, 1 სასხლეტიანი. ვისაც ამის ესე ვთქვათ ნოსტალგია გაქვთ, მოგწონთ კლასიკური ვარიანტის ნადირობა. გავუთვალისწინეთ ყველაფერი და თქვენთვის შემოვიტანეთ. მე ძალიან სტილი.
ასევე გვაქვს ხის კონდავზე პომპები, რომლებზეც მოთხოვნა იყო, რომ შემოგვეტანა და არის ეგრეთწოდებული ვინჩესტერი ხის კონდავზე. 4+1 ვაზნით მექანიკური. ასევე არის ახალი სტილი და ახალი სისტემა, რომელიც არის ჩვეულებრივი ნახევარად ავტომატი, გაზგადამტენი. ვაზნების ჩალაგება როგორც ჩვეულებრივი ნახევარად ავტომატს ხდება აქედან, მაგრამ არის მეორე ვარიანტი, კიდევ იხსნება ეს იარაღი მთლიანად და შეგიძლიათ აქედან ჩალაგოთ ვაზნები ან ესეთ მდგომარეობაში ვაზნები ჩალაგებული უკვე კომპაქტურად პატარა მოცულობით გადაადგილოთ. დამზადებული იარაღი, არანაირი დაშლა და გადასაადგილებლად სატარებლად არის. ეს არის 8 ტვიანი. საკმაოდ სუბუქია, მოხერხებული იარაღი ეს. შემდეგი მოდელი არის კიდევ განსხვავებული, ეგრეთ წოდებული პომპა არის ესეც ვინჩესტერის სტილის, მაგრამ აქვს გადამთვლელი, რისი გადართვის შემდეგაც შეგიძლიათ იხმაროთ როგორც ნახევარად ავტომატი. ესეც არის 8 ტვიანი. გადასართვლის მეშვეობით გადართავთ იქნება პომპა თქვენი სურვილისამებრ, გადართავ და იქნება ნახევარად ავტომატური. და ავტომატის დიზაინით, M4-ის დიზაინით, ესეც გაზგადამტენი, ვიზუალურად ხედავთ როგორიც არის, აქვს 5-იანი მჭიდი და მოყვება კიდევ 10-იანი მჭიდი. კომფორტული, კომპაქტური, ძალიან ბევრი სამაგრები აქვს ფარისთვის, კალიმატორისთვის და ძალიან მოსახერხებელი. ერთი შეხედვით რაღაც გასულის რა. მაგრამ და ამ ყველაფერთან ერთად მაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც გიომაცად იცის და ახლა გაიგებს. ხადო ჩვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და დიდხნიანი და მრავალწლიანი ურთიერთობებისთვის და გვერდჩიგდომისთვის იარაღი, რომელსაც გიუტრიალებს და სულიზარს ეს იარაღი უნდა ვიყიდო, ამ იარაღს ჩუქნი გიორგის. სანჯობაზო როცა მოგეკნება გენაცვალეს, მადლობა, გენაცვალეს. აუ, ძალიან გამახარა, გიფიცე არ ვთქვი. სერიოზულად. მადლობა, ჩემოძმო. შემდეგი სეზონი. ამინა. უკვე იმედრო, მაგასაც მოვავალე. გენაცვალეთ. დღეს გავაკეთებ გაფორმებას. ძალიან კარგი. აუ, ბაჩო, ჯიგარი ხარ. გენაცვალე. ამას ემოციაში. მოგზავნით, ნახეთ, ძალიან ბევრი რაღაცები აქვს ბაჩოს, იქით კამრებია და ბევრი რაღაცებია კიდე შემოტანილი და კიდე ელოდება შემოტანას, ხო? და უკვე სხვა ტიპს კიდევ აუცილებლად ჩავწეთ რა. იქნება 919-ზე ავტომატები და 223-ზე, 556-ზე, წოდ დროში გაგვეცადა, მაგრამ ძალიან კარგი მოდელები გვექნება შაშხანური ტიპის ტოკენს. გენაცვალე. კიდე ერთხელ მადლობა ბაჩოს და რავი, მომდევნო შეხვედრამდე.